პრეზიდენტის საკონსტიტუციო საარჩევნი. ეს არჩევანი არის ძალიან მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა, სასამართლოს მიმართ არ არის და ამ სასამართლოს დამოუკიდებლობა თავად სასამართლომ თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით დააყენა დიდი დარტყმის ქვეშ, მაგრამ ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს იმის გამო, რომ უნდა იყოს ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოყენებული, რათა პრეზიდენტმა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას. რა არის არჩევის მოთხოვნა? დიახ, არის ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევის თაობაზე. პირველი ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც პირველ რიგში გამოიხატა ქვეყნის გარეთ ყოფილი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა, არამედ აეკრძალა კიდეც და იცით რომ 1000 და ეს არ ვერს კონსტიტუციური უფლებას არჩევნების საყოველთაობის თაობაზე და მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის კონსტიტუციაში, ეს არის არჩევნების დროს ხმის თარიღობის დაცვა. ამ საკითხთან დაკავშირებითაც მე არის არაერთი დადასტურებული შესაძლებლობა, რომ არჩევნების თარიღობა დაირღვა, რაც კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევა. სასამართლომ არ დაადასტურა საბოლოოდ, ხო? საერთო სასამართლომ ეს არ თუ რა მნიშვნელოვანი ფაქტორი. და კიდევ ერთი საკითხი რა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ საარჩევნში ასევე ვიდავთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც პარლამენტის წევრებს აიძულებს მიღებანის ცნობის პროცედურა გაიარონ და მათ უფლებების შეწყვეტა, რომ არ ხდება იმავე ეტაპზე, რა ეტაპზე განცხადებულია, რომ ისინი არ იქნებიან პარლამენტში რომლის შედეგები განხილვდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პრეზიდენტი და არ არის პრეზიდენტი, ყოველთ აფასებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარეს არ არის ეს ამბავი, როგორც ვთქვით, ეს არის სამართლებრივი გზა და პრეზიდენტი იცავს რა კონსტიტუციას, ამ მექანიზმის საქართველოს საკონსტიტუციო მე წარმოვადგენ ამ საარჩევნო სასამართლოში, იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ ვადებს, რომელიც შემჭიდროებულია და აქ 30-იანი ვადები არ გაახონტიებს და სწრაფად დანიშნავს, იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და ამ კრიზისის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საარჩევნოს დროული და სამართლებრივი. შესაძლებელი ამ ერთ კვირაში განიხილონ, თქვათ რა ხან 25-ში დანიშნეს პირველი სხდომა. ამის შემდეგი ნაბიჯები რა? შესაძლოა განიხილოს, შესაძლოა არა. იმის მიხედვით სასამართლოს რა პოლიტიკური წესრიგი იქნება, მაგრამ ხო ამ პოლიტიკური კრიზისის ვითარებაში მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლო თვალი გაუსწოროს ამ რეალობას და საკუთარ მოქალაქეებს მართლმადიდებლობის განხორციელების და კონსტიტუციური წესრიგის განხორციელების პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა აჩვენოს, როგორც ამ კონსტიტუციის პასუხისმგებლობით და მოვალეობით advocacy. თუ არა რომ არ მიიღებს საერთოდ განხილვას. არა, საარჩევნების უბრალოდ იქნება სასამართლოს მხრიდან მისი მოვალეობის შესრულებაზე უარესობა და ამის სამართლებრივი საფუძველი არა. სხდომა შეკრება შეუძლია აჭარის უმაღლეს საბჭოს თუ არის. პირველი შეკრება შეეხება ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებსაც, რაც შეეხება პირველ შეკრებას. კონსტიტუცია ამბობს, რომ პირველი შეკრება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხარით ხდება, არავით არის სხვა დათქვა კონსტიტუციას არა აქვს და კითხვა რა ხდება მაშინ, როცა პრეზიდენტი არ იწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც ცალკე თავია იცით, ცალკე მუხლია პარლამენტის თავში, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეციალური ნორმები არ რეგულირებს, ასე დროს ხდება ის, რაც გუშინთქვა პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე, ამის შესთავაზა გეგმა, გამოსავალი, როგორ უნდა მოიქცეს ახალი პარლამენტის შეკრებამდე შესაბამისი უწყებები, ანუ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ის ალტერნატივა, ის გამოსავალი, ის ხედვა, რომელიც გუშინ პრეზიდენტმა შესთავაზა ქართულ ოცნებას. მიიღო წარმოებაში სასამართლომ, მაგრამ თქვენ დადებითი გადაწყვეტილება არ არის. აი ამის შემდეგ რა ხდება? არ ვერ გაიგება
მართლაც ხდება არ მიიღო ანუ შესაბამისი გადაწყვეტილება აი ამის შემდეგ რა თუ საკონსტიტუციო სასამართლო თავის მოვალეობას არ ასრულებს თუ პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით იკრიბება თუ ქართული ოცნება დაირქმებს მის არის ხელისუფლება რომ თუ თვითებურად დაიწყებენ არჩევას მთავრობის ეს ნიშნავს რომ კონსტიტუციური წესრიგიდან გასული პროცესია და ეს არ არის კონსტიტუციური ნორმებით არჩეული არც ხელისუფლება არც მთავრობა არც პარლამენტი ეს არის კონსტიტუციის მიღმა მოქმედი კანონის დარღვევით მოქმედი ჯგუფი აი ეს ქვია ამას იურიდიული სამართლებრივ ენაზე როდესაც პარტიებს არცემ კონსტიტუციას არღვევ თვითებურად მოქმედებ არჩევნებს წააგებ გამარჯვებულად გამოაცხადებ თავს და შემდეგ ყველა პროცედურის დაარღვით ატარებ საკუთარი თავის არჩევას ну ამას ვია კონსტიტუციური ნორმებიდან გასვლა ანუ თვითებურად მოქმედი ჯგუფი რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება წესით ადასრულდება განხილვა ვერ უნდა შეიგრიბოს ხო პარლამენტი ლოგიკა არის ასეთი სამართლებრივი ლოგიკა იმიტომ რომ კანონი არ იკითხება მხოლოდ სიტყვასიტყვით და სამართლებრივი ლოგიკა არის სწორედ იმაში რომ ვიდრე ეს შემჭიდროებულ ვადებში დადგენილი სარჩელის განხილვა ადასრულდება იქამდე არ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა პარლამენტის მხრიდან ახალი წევრი თუ ეს არჩეული დაკმაყოფილდება ეს ნიშნავს ავტომატურად იმას რომ არჩეული უნდა გამოცხადდეს ჩადებას ხელად ხო არის რომ არჩევნების შედეგები გაბატონდეს არამხოლოდ ის ნორმები იქნეს მართლაც ცნობილი რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება არამედ ამ ნორმების საფუძველზე არჩევნების შედეგების მართლობა უნდა გახდეს შესაძლებელი და მაქსიმალურად ერთი თვის ვადა აქვს ახლა საკონსტიტუციოს ხო გააგრძელა ერთი თვის მაგრამ არსებული კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა ესმოდეს რომ ამ არჩევნების განხილვა არის უკიდურესად სასწრაფო მისი განხილვაზე სამართლიანად გადაწყვეტა ეს პასუხისმგებლობა თავი არგუმენტი რა არის აქ თქვენი რითაც ასაბუთებთ იმას რომ ხების ფარულობა არის დარღვეული პირველში ის ფაქტები რომელიც გააცხადდა რომ ეს მიცემის პროცედურის დროს იმედად დაუცველი იყო ამ არჩევნის მიღება და ისაცილე ამ არჩევნებს ეს ჩანდა აშკარად რაც პირველ და ძალიან მნიშვნელოვან სტანდარტს წარმოადგენს კონსტიტუციის დადგენილს და არჩევნებს მადლობა დიდი მადლობა ეს ეკაბესელია თქვენს უსმენთ პრეზიდენტის წარმომადგენელი რომელიც დღეს უკვე შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ორი მთავარი არგუმენტით ეს ორი მთავარი არგუმენტია ის რომ საყოველთაობის პრინციპი დაირღვა რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპი ისე როგორც ხმების ფარულობის დაცვა ეკაბესელია ახსნის ამას იმით რომ ემიგრანტების დიდ ნაწილს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება რითაც დაირღვა კონსტიტუციური უფლება და საყოველთაობის პრინციპი, ხოლო მეორე მხრივ მედიაში გავრცელებული კადრები და სხვადასხვა მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ ხმების ფარულობის პრინციპი არის დარღვეული. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ახლა ერთთვიანი ვადა, რომ განიხილოს ეს სარჩელი. ეკაბესელი ამბობს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამ სარჩელს ამ პერიოდში არ აქვს პარლამენტს შეკრების უფლება და ამ შესაბამისი უფლებამოსილება. შესაბამისად ამ დროს ჯერ უცნობია როგორ იმოქმედებს მთავრობა ის ეკაბესელი გამარტავს რომ თუ კი ჩვენ ცხოვრობთ კონსტიტუციურ სახელმწიფოში სადაც მოქმედებს და მუშაობს კონსტიტუცია და მთავრობა ხელისუფლება ემორჩილება კანონს ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოს თუ კი პრეზიდენტი არ დანიშნავს პარლამენტის შეკრების პირველ დღეს და ასევე საკონსტიტუციო სასამართლო არ დაასრულებს განხილვას იმ სარჩელისა რომელიც უკვე შეიტანა პრეზიდენტის წარმომადგენელმა ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში.
ასეთი იყო ეკაბესელიას განმარტებები, რომელსაც თქვენ უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეკაბესელია პრეზიდენტს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში და მან უკვე შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, სარჩელი უკვე შეტანილია. ნახოთ საკონსტიტუციო რა ვადაში განიხილავს აი ამ სარჩელს და ასევე ვიდრე სარჩელის განხილვა არ დასრულდება. Განმარტავს ეკაბესელია, რომ ამ პერიოდში ვერ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა. ორი მთავარი არგუმენტი თითხოვს ძირითადად ეკაბესელია და საერთოდ პრეზიდენტს წარმოადგენს ეკაბესელია სარჩელის დაკმაყოფილებას, ეს არის საყოველთაობის პრინციპი, რაც გულისხმობს არსებითად იმას, რომ ემიგრანტების დიდ ნაწილს არ მიეცა საშუალება, რომ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. ხოლო მეორე არის ხმების ფარულობის პრინციპის დარღვევა. ეკაბესელია განმარტავს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ასევე მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დაეყო, როგორც ეს იყო განმარტებული საიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელში, რომელიც არჩელიც პრაქტიკულად საერთო სასამართლოებმა არ დაადასტურეს, ხოლო თეთრი წყარო სასამართლო იყო გამონაკლისი, რომელმაც დააკმაყოფილა საიას არჩელი, თუმცა საბოლოოდ ეს არჩელი ამის არჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ისე როგორც სხვა სასამართლოებმა საქართველოში. ნახოთ როგორ გამართლდება პროცესები. ასეთი იყო განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ჩვენ აუცილებლად მოგაწვით განახლებული ინფორმაციას, ეს სწორედ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით.